მოქალაქეს საქართველოს ეროვნული არქივიდან იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუძლია გამოითხოვოს 1935 წლამდე რეგისტრირებული პირის დაბადების, ქორწინების, განქორწინების და გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა. ასევე კომლის შემადგენლობისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ საარქივო ცნობა, პირის ქონებრივი უფლების დამადასტურებელი, განათლების, სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობა და ასე შემდეგ. აღნიშნული ცნობები მოქალაქეებს ესაჭიროებათ სხვადასხვა იურიდიული ფაქტის დადგენის მიზნით და ქონების რეგისტრაციისთვის. საკომლო წიგნი არის საქართველოს ტერიტორიაზე 1935-2005 წლებში ნაწარმოები დოკუმენტი, რომელშიც აღირიცხებოდნენ სოფლად მაცხოვრებელი ოჯახები. საკომლო წიგნები თავდაპირველად 2-3 წლის შუალედით იწარმოებოდა, ხოლო 1950-იანი წლებიდან 5 წლიანი შუალედით. ყოველწლიურად აღნიშნულ დოკუმენტში განახილდებოდა კომლის წევრების, მათი პერსონალური მონაცემებისა და კომზე რიცხული ქონების შესახებ ინფორმაცია. კომლის შემადგენლობისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ საარქივო ცნობა მოქალაქეს ესაჭიროება ქონების რეგისტრაციის, ასევე სხვადასხვა იურიდიული ფაქტის დადგენის მიზნით, როგორიცაა დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი, პირის სახელი, გვარი და ასე შემდეგ. კვლევართა დარბაზი არის სივრცე, რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება იმუშაოს მისთვის საინტერესო თემაზე არქივში დაცული მასალის მიხედვით. აღნიშნულ სივრცეში მუშაობენ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის მეცნიერები, სტუდენტები, თავიანთი სამეცნიერო, საბაკალავრო, სამაგისტრო თუ კვლევითი საქმიანობის ფარგლებში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება იმუშაოს მისი გვარის წარმოშობის ისტორიაზე და წინაპართა ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე. კვლევრად რეგისტრაცია და საარქივო დოკუმენტების გაცნობა უფასოა. კვლევართა დარბაზში პირის დაშვება ხდება პირადი განცხადების საფუძველზე, რომლის შევსებაც დაინტერესებულ პირს შეუძლია როგორც ადგილზე ეროვნული არქივის შენობაში, ასევე დისტანციურად ეროვნული არქივის ვებგვერდის საშუალებით. განცხადების შევსების შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში მოქალაქე იღებს დასტურს მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, რომლის მიღებისთანავე შეუძლია მუშაობის დაწყება სამკითხველო დარბაზში. სამკითხველო დარბაზები მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 10:30-დან 5 საათამდე. ვებგვერდზე MyGov.gr მოქალაქეებს საშუალება აქვთ შეავსონ განცხადება რამდენიმე სახის სოციალურ-უფლებრივი ხასიათის საარქივო ცნობის შესახებ და ჩამოტვირთონ ყველა ტიპის საარქივო ცნობა. ეროვნული არქივის ვებგვერდზე განთავსებულია სხვადასხვა თემატიკის კატალოგები, როგორიცაა ფონდებისა და ანაწერების, მეტრიკული წიგნების, საკომლო წიგნების, კინოს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კატალოგები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საძიებელი და ასე შემდეგ. ეროვნული არქივის ვებგვერდზე ასევე შევხვდებით მულტიმედიურ გვერდებს ისტორიული მოვლენების, საინტერესო ამბებისა და ცნობილი ადამიანების შესახებ. დაათვალიერებთ სხვადასხვა პერიოდში ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გამართულ გამოფენებს ონლაინ ფორმატში.